გამარჯობათ, მოგესალმებით მედიაკავშირ ობიექტივის სტუდიიდან და შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე 2388 105 239 და ობიექტივი.net Skype-ის მეშვეობით. დღევანდელი ჩემი გადაცემის თემა ეძღვრება მეტად საჭიროებო, მეტად აქტუალურ და მთელი ქართველი ხალხისთვის, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის მე ვიტყვი ამას ისეთ თემას, როგორც არის დავით გარეჯის მონასტრის გასხვისება, როგორც არის ქართული სიწმინდის ძეგლის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული რელიგიური ცენტრის გასხვისება, დაკარგვა საქართველოს ტერიტორიიდან მოწყვეტა ჩვენი ქართველი მოსახლეობის, ჩვენი მართლმადიდებლების გულებისგან, ჩვენი რწმენისგან და გადაცემა სხვა ქვეყნის მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყანა ითვლება ჩვენს მეგობრად, მეზობლად, მაგრამ მისთვის გადაცემა. ამ თემაზე მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ჯაბაასი, როგორც პრესაში, ისე საზოგადოებაში, ყველგან და გამოითქმება ხოლმე სხვადასხვა მოსაზრებები. მე მინდა გითხრათ წინასწარ, რომ ორშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით 12 საათზე დავით გარეჯის მონასტერში ჩატარდება პარაკლისი, მსურველებს შეგიძლიათ იქ მიბრძანდეთ და ქალბატონები უნდა წამოვიდნენ ქოლგებით, რადგანაც დღევანდელი კლიმატური პირობების გამო იქ გაურკვეველია როგორი ამინდი იქნება, რა დაგვხდებათ, ამიტომ შეეცადეთ, რომ მომზადებულად წამობრძანდეთ. დღეს გადაცემაში მოწვეული მყავს სასულიერო პირები, მამები და ასევე არიან მოწვეულნი ალთანდილ გუნგიაძე, მათემატიკოსი და ამავე დროს ის არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე და დავით ისაკაძე, ექიმი, რომელიც არის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის კავშირის ხელმძღვანელი თავმჯდომარე. და ასევე არიან მამა დავით ისაკაძე, მამა დავით ქლივიძე და ვაპატიეთ ყველას ვერ ჩამოთვლი უბრალოდ. და მოდით სანამ დავიწყებდეთ საუბარს, მე მინდა ძალიან მცირე ორი სიტყვით თქვა დავით გარეჯის მონასტრის შესახებ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსდა მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში. ის არის ერთ-ერთი ასურველი მამა დავითის მიერ და დღესდღეობით შეიცავს 16 მონასტერს. მასში ამ კომპლექსში არის 16 მონასტერი. და დღეს დადგა სწორედ ეს საკითხი, რომ იქ დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყოველად უპასუხისმგებლო განცხადებებს, ყოველად ერთმანეთთან დაუკავშირებელ განცხადებებს, რომელთან მიმართებაშიც ხდება შემდგომ გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, სასულიერო პირების მხრიდან და მეორე დღეს მათ უხდებათ ხოლმე ამ თავიანთი განცხადებების გადაკეთება, უკან წაღება. დავით გარეჯის მონასტრის გარშემო იყო საკმაოდ დიდი ხანია, 1988 წლიდან იყო ძალიან დიდი პრობლემები იდგა. მაშინ მოგეხსენებათ, იყო იქ საბჭოთა ჯარების პოლიგონი, სამხედრო პოლიგონი, სადაც მიმდინარეობდა საარტილერიო წვრთნები და მაშინ სწორედ ქართულმა ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, ასევე სხვებმაც, მეც პირადად ვიყავი იქ რამდენჯერმე ჩასული 88 წელს. ჩვენ მოვახერხეთ ისე, რომ კომუნისტებმა დაიხიეს უკან და იქ შეწყვიტეს სამხედრო წვრთნები. შემდეგ ეს საკითხი დადგა 2008 წელს. გაიმართა რამდენიმე აქცია ამასთან დაკავშირებით, გაიმართა როგორც აზერბაიჯანის საელჩოსთან, ისევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და იქაც შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო ასეთი პასუხი, რომ დემილიტაციის პროცესი მიმდინარეობს საზღვრების დადგენის პროცესი და ფაქტობრივად დაგვამშვიდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ როგორც დღეს აღმოჩნდა 6 მაისიდან, გიორგო დღიდან აღმოჩნდა, რომ იქ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებმაც არ შეუშვეს მომლოცველები მოსალოცად. მოდით, ბატონ დავით, მამა დავით, თუ შეიძლება რომ ამ თემასთან დაკავშირებით. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა ყველა მსმენელს და მაყურებელს სტუდია ობიექტივისა. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები თქვენთან. უპირველეს ყოვლისა მინდა თქვა იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის ლავრა კომპლექსი არის ყოველი ქართველისთვის უდიდესი სიწმინდე. ისე როგორც შეიძლება იყოს სიწმინდე საბა განწმენდილის ლავრა პალესტინელებისათვის, მართლმადიდებლებისათვის, ასევე ათონის მთის დიდი ლავრა იყოს უდიდესი სიწმინდე, ასევე ქართველებისთვის დავით გარეჯის კომპლექსი ეს არის ერთ-ერთი გულის გული ჩვენი მართლმადიდებლური
ქრისტიანული ისტორიული წარსულისა. დღეს ამას ჩვენ გვედავებიან. რა ხდება? რაში არის საქმე? პირველი სკოლის ალბათ ამას ვიკვლევთ ჩვენ და ამას ვეძიებთ. რადგანაც ეს არის ჩვენთვის გამოხატულება დავით გარეჯის კომპლექსი თავდადებისა სარწმუნოებისათვის, რადგანაც 6000 მონოზონი ეწამა ერთ დღეს ალკომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და დღეს 600 ადამიანიც კი ხმას არ იღებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის დაქვეითება, დეგრადირება ჩვენი სარწმუნოებრივი აღსარებლობითი პოზიციებისა და საერთოდ ალბათ ეროვნული ისტორიული სულისკვეთებისა. ეს არის საშინელება მე რაზედაც პირადად გული მткиვა და რაზედაც უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ვამახვილებ. ჩვენი წინაპრები ასე არ ცხოვრობდნენ და ასე არ აზროვნებდნენ. ამასთან დაკავშირებით მინდა თქვა, რომ არ შევალ ახლა ისტორიულ ექსკურსში, ეს არის ისტორიკოსების და მეცნიერების საქმე, თუმცა განსაკუთრებულად მინდა დიდი პატივისცემა გამოხატო ბატონ გიორგი ოთხმეზურის მიმართ, რომელმაც შესანიშნავად გააშუქა ისტორიულად, მეცნიერულად ეს მოვლენები ყველაფერი. მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, ძალიან მარტივად და ელემენტარულად. 6 მაისამდე ეს ტერიტორია იყო ჩვენი. 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოდის და აცხადებს, რომ ტერიტორია არის ჩემი. და ჩვენ იქით ვეღარ შევდივართ. რა მოხდა 6 მაისს? იქნებ განგვიმარტოს ხელისუფლება. რა ფარული ხელშეკრულება მოხდა? თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეგრეთ წოდებულმა კეთილმა მეზობელმა ომი გამოგვიცხადა, იმიტომ რომ თუ 9 მეტრსაც კი უცხო ქვეყნის მესაზღვრე გადმოლახავს ჩვენ საზღვარზე, ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას. მაშინ რატომ დუმს ხელისუფალი? ჩვენ სასულიერო პირები ვართ, ხელში ვერ ავიღებთ იარაღს. მაგრამ წარმოიდგინეთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რა მოხდებოდა ამ დროს. თუ რა და განგვიმარტონ, მაშინ გადასცეს ეს ტერიტორია აზერბაიჯანელებს, ჩვენი სიწმინდე დაუთმეს მათ. ეს არის კითხვა, რომელზედაც მე ჯერ პასუხი ვერ მივიღე. იქნებ გამცენ პასუხი ამაზე. მამადავით არის ეს გუშინ საქართველოს და მსოფლიოში იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო წერილი, საკმაოდ საინტერესო მასალა მომზადებული და სადაც იყო ასევე კომენტარები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რასაც ლაპარაკობს დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს მოადგილე და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც აცხადებენ, რომ აი მიმდინარეობს ჯერ კიდევ არ არის დადგენილი საზღვრები, ეს არის თქვათ კომუნისტების დროინდელი ლაფსუსები, დაშვებული რაღაც შეცდომები თუ მაშინდელი ხელისუფლების მიერ გავლებული სასაზღვრო ზოლები და ამასთან დაკავშირებით იყო კომენტარი ვალერი ჩხეიძის, რომელიც იყო ეგრეთ წოდებულ ამ რევოლუციამდე სასაზღვრო ჯარების მთავარი მესაზღვრე და მაშინდელი პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მათ განმარტეს აი ორივე კომენტარში იყო, რომ აბსოლუტურად ყველა საზღვარი, ყველა წერტილი იყო დადგენილი, იყო და არ არსებობდა არავითარი რაღაც გაურკვევლობა, იყო ძალიან მცირე თუ არ ვცდები, რაღაც 2%-იც არა ამასთან დაკავშირებით, რომელიც იყო აბსოლუტურად ძალიან წყნარად მშვიდ ვითარებაში მოგვარებადი. და აი დღეს დაიძაბა ეს ვითარება, დაიძაბა ეს სიტუაცია და მე მინდა საერო პირებს ვკითხო ამასთან დაკავშირებით. ბატონ დავით, აი თქვენ რომ გამოთქვით თუ შეიძლება აი თქვენი მოსაზრება, თქვენი კომენტარი არის ძალიან საინტერესო ამასთან დაკავშირებით. მივესალმები სმენელს მაყურებელს. ასეთი მანევრები რაც განხორციელდა 6 მაისს როდესაც სასაზღვრო ჯარები გადაადგილდება, ისინი რა თქმა უნდა მოქმედებენ ბრძანებულებების საფუძველზე. თვითნებურად ხარ მოქმედებენ. ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ გადაადგილებებს, ჩვენ იქ ვნახავთ, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების გადმოადგილება და ქართული სასაზღვრო ჯარების უკან დახევა ფაქტობრივად იყო შეთანხმებული ქმედება. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვეპარება, რომ რაღაც დონეზე რაღაც შეთანხმებას აქვს ადგილი. სწორედ ეს იწვევს ჩვენ შეშფოთებას, როდესაც ეკლესიის გვერდის სავლით
ხალხის გვერდისავლით რაღაც გარიგებები ხდება ჩვენ ზურგს უკან. ეს საკითხი არის, მე ვფიქრობ, გამოსაძიებელი. თუ ვისი ბრძანებით, ახლა ჩვენ აზერბაიჯანის მხარეზე რა ბრძანებები იყო, შეიძლება ეს ვერ გამოვიძიოთ, მაგრამ ჩვენს მხარეს რა ეს მანევრს რა ბრძანებულებები უძღოდა წინ, ეს ნამდვილად დასადგენია, იმიტომ რომ თუ კი ასეთი ბრძანება არ ყოფილა, მაშინ ეს არის თვითნებობა, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო უკან დახევა იყო რაღაც ბრძანებულებების საფუძველზე განხორციელებული. აი ჩვენ ვითხოვთ ახსნა განმარტებებს. ვითხოვთ თუ რის საფუძველზე გაიცა იზანება, რომ ჩვენს სასაზღვრო ჯარებს უკან დაეხიათ. აი ეს გამომრიცხავი და შეიძლება ეს თქვას უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იგივე კულტურის მინისტრი აცხადებენ, რომლებიც საერთოდ ჩვენ სინამდვილეში არავის არ უკვირს, რომ ერთ დღეს ეს ამოვიდა, მეორე დღეს მეორეს, მაგრამ ის უპასუხისმგებლო განცხადებები, რას მიუთითებენ, როდესაც სასახად საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაში გამოხატული, რომ ეს არის აზერბაიჯანელების ტერიტორია. იგივე აცხადებს კულტურის მინისტრი. ხო, ვფიქრობ, რაღაც ხო არ გადმოაგდეთ, ხო არ მოსინჯეს ასე ვთქვათ, პოზიციები, თუ ვთქვათ ეს რა რეაქციას გამოიწვევდა. მე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ რაღაც ესეთ манипуლირებებს ხშირად ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ახლაც იქნებ ეს არის რაღაც მოსინჯვა თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას მოუწოდებ პირველ რიგში და შემდგომ ხელისუფლებას. საზოგადოებას მოუწოდეთ, რომ ჩვენს აქტიურ პოზიციაზე დამოკიდებული ის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ თუ არა დავით გარეჯს და საზოგადოდ მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ხედავთ ხო საზღვრები როგორ მოიცევს. ყველა მხრიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთში ზღვა გვაკრავს, მადლობა ღმერთს. აი ეს გადმოადგილებები, ნენელა და ჩვენი საზღვრების შევიწროება არის ჩვენი უმოქმედობის ბრალი. სხვა საკითხია და ასევე ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მან არ აწარმოოს არანაირი მოლაპარაკების ზურგს უკან, მით უმეტეს ეკლესიის გვერდისავლით, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენ სულიერების ძეგლებს და პატივისცენ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენ რელიგიურ გზნობებს, ითქვა რა არის ჩვენთვის დავით გარეჯი და იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. და არანაირი შეთანხმებები, არანაირი გარიგებები, რა სახისაც არ უნდა იყოს, აქ დაუშვებელია. ჩვენ მოუწოდებთ საზოგადოებას გააქტიურებისაკენ და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხია, სადაც ჩვენ სიცოცხლის ფასადაც უნდა დავიცვათ დავით გარეჯი და ის ტერიტორია, რაც მას გარს ატყავს. მადლობთ. კი ბატონო, სანამ ბატონ დავით თქვენი საუბრობდეთ, მე მინდა უბრალოდ წავიკითხო მამა კირიონის მიერ გუშინ მცირე ესეთი განმარტება იყო, ინტერვიუ იყო მასთან და მცირე განმარტება სწორედ იმ ისტორიულ საკითხთან დაკავშირებით, აი მე ამოვიკითხავ ზუსტად, ზოგადად თუ მიუდგებით საკითხს, პრობლემა ასე იდგა, თავის დროზე კომუნისტების პერიოდში აზერბაიჯანელმა კოლმეურნეებმა სთხოვეს საქართველოს, რომ ის ტერიტორია, რომელიც ახლა სადავოა, ეთხოვებინათ მათთვის საძოვრება. მიაქციეთ ყურადღება, საუბარი იყო მხოლოდ თხოვებაზე, ანუ დროებით გადაცემაზე. ვინაიდან საქართველოს მაშინ ამ ტერიტორიას ფაქტობრივად არ იყენებდა, ჩვენმა მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მისცა ეს მიწები აზერბაიჯანელებს და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი სარგებლობდნენ ამ მინდვრებით. მოგვიანებით კი მოხდა ასეთი რამ 60-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასში შემავალი რესპუბლიკებს შორის პირობითი სადემარკაციო ზონების დადგენა, საზღვრები გავლებული იქნა გეოგრაფიულ ზონებზე. ეს ჩვენი სადავო ტერიტორია მოგეხსენებათ მდებარეობს მთის თხემზე, ამიტომ საკითხი მარტივად გადაწყდა, საზღვრად მიჩნეული იქნა მდინარე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზოლი არ იყო მუდმივი, ანუ თუ წყალი გადაიღრებოდა იქით მიწარჩებოდა საქართველოს, ხოლო თუ აქით გადმოვიდოდა, რჩებოდა აზერბაიჯანს. ერთი სიტყვით შეიქმნა მდგომარეობა, რომელიც არც ჩვენთვის იყო ხელსაყრელი და არც მათთვის, ვინაიდან მდინარე როდის და როგორ შეიცვლის კალაპოტს და საით გადაიწევს გადმოიწევს მომავალში არავინ იცის. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საზღვრები ფაქტობრივად ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. ამიტომ დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო არ იცავს იმ პოზიციას, რომ ეს ტერიტორია, რომელიც ახლა სადავო გახდა, ჩვენი ისტორიული მიწა-წყალია, უწმინდესი ადგილია და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის სამშობლოს ღალატი, სხვა არაფერი ამას არ ქვია. იმიტომ რომ, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე დუმს და ფაქტობრივად თვალს ხუჭავს, არანაირი ახსნა ამას არ შეიძლება რომ გქონდეს. თხოვთ, ბატონო დავით.
ცალსახა და ვეთანხმები აქ გამოსვლელებს იმის შესახებ, რომ ოდესაც სხვა სახელმწიფო და სხვა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში სასაზღვრო ჯარი იკავებს გარკვეულ პუნქტს, მაშინ სახელმწიფოს უნდა კონდეს შესაბამისი რეაქცია ამასთან დაკავშირებით, თორემ ეს ითვლება, რომ სახელმწიფოს წინასწარ აქვს შეთანხმება მეზობელ სახელმწიფოს და რომ მისი სასაზღვრო ჯარები დაიკავებენ ხსენებულ ტერიტორიას. ამიტომ აღიქვამეს საზოგადოების თვალში და ლოგიკურადაც ასე, რომ ეს მოხდა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით და პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება და ქართულმა ხალხმა პირველ რიგში რა თქმა უნდა პასუხი უნდა მოთხოვოს ხელისუფლებას. აქ მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი, რომ მე რამდენად უკვე საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ უნდა ითქვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გვერდისავლით ხებულობს წეს გადაწყვეტილებას, რომელიც მემართულია ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ და საერთოდ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ. შეგახსენებთ იმ მომენტებს, როდესაც ეს ეხებოდა აზისეის მეჩეთის მშენებლობას ქალაქ ბათუმში, ეს ეხებოდა იმ კანონს, როდესაც კონფესიები გაუთანაბრეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გულისხმობ იურიდიულად, რა თქმა უნდა, ისინი რასდროს ვერ გაუთანაბრდებიან, მაგრამ იურიდიულ პლანში. ეს ერთ-ერთი კიდევ გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომელი პოლიტიკაც მიმართულია ჩვენი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ დღეს ჩვენ თუ დაუშვით ქართულ მერმა თუ დაუშვა და მე მიმართო ჩვენ ერს ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ თუ დაუშვა ახლა უკვე ჩვენი ტერიტორიის გასხვისება იმ სიწმინდის, რომელიც სიწმინდეზეც მომადავითმა კარგად აღნიშნა რა სიწმინდეა და რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხის და მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის, მაშინ ჩვენ თვითონ ქართველი ერი ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი პასიურობით აღმოჩნდებით იმის მონაწილე, რასაც დღეს აკეთებენ. ამიტომ შეიძლება მოწოდება ესე ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ქართველ მერმა და მართლმადიდებლურმა ხალხმა და მართლმადიდებლებმა უნდა გამოხატოს თავისი აქტიური პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. აქ სერაფიმ აღნიშნა, რომ სიცოცხლის ფასადათაც რომ დაუჯდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ღირსების ამბავი და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა და შანსი. კი ბატონო, და რადგანაც თემაზე წავიდა საუბარი, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორშაბათს 12 საათზე დავით გარეჯის მონასტერში აღევლინება პარაკლისი, გადაიხდება პარაკლისი და მსურველებს შეუძლიათ ჩაბრძანდნენ, ოღონდ ისინი უნდა იყვნენ მომზადებულნი, იმიტომ რომ დღევანდელი კლიმატური პირობებიდან და გამომდინარე არაპროგნოზირებადია, როგორი ამინდი იქნება, იქ როგორი ამინდი იქნება და ორშაბათს 12 საათზე მსურველებს ვთხოვთ ჩაბრძანდნენ იქ და რაც შეეხება იგივე ვთქვათ ხელისუფლების პოზიციას თქვენ აზიზის მეჩეთიც ახსენეთ, ერთ-ერთი დასავლეთელი ექსპერტის მიერ გამოთქმული იყო მოსაზრება, პრესაში იყო ეს მოსაზრება, რომ როდესაც ხელისუფლება მიმართავს ასეთ ღონისძიებებს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყურადღების გადატანას, თქვათ, სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათი სულიერებისთვის, მათი ყოფისთვის არის აუცილებელი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი მიზეზი შეიძლება აიხსნას, რომ ეს ხელისუფლება რეალურად დგას შეცვლის წინაშე, შეცვლის წინაპირობა ეს იყო აი ამ რამდენიმე სწორედ აი იმ პერიოდში გამოქვეყნებული ეს მასა. მანდა თქვენც მინდა თქვენი მოსაზრებაც. დიახ. მე ცოტა შორიდან დავიწყებ. დიახ. ბიბლიიდან მოვიყვან მაგალითებს და ქართლის ცხოვრებიდან და საქართველოს ისტორიიდან. წმინდა წერილის მიხედვით ისრაელის ისტორია ძველი აღთქმაზე მიგსაუბარი, როდესაც ისრაელის მეფეები ჭეშმარიტებას ღალატებდნენ, ჭეშმარიტ ღმერთს ღალატობდნენ, კერპების თაყვანისცემას იწყებდნენ, უზნეო ცხოვრების წესს ირჩევდნენ, ისრაელი ისჯებოდა. ისჯებოდა, იმიტომ რომ ხალხი დუმდა და ამას ითმენდა მეფისგან. და მთელი ისრაელის ისტორია ეს არის მეფის ურჯულო ცხოვრება და ხალხის დასჯა და ვაება და გოდება. ხალხი შეინანებდა, მოუბრუნდებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ისრაელი ისევ წყნარდებოდა, მშვიდდებოდა და წყნარად ცხოვრობდა. დღეს, როდესაც საქართველოში პატრიარქის არაერთგზის თხოვნით მიუხედავად, ეკლესიის თხოვნის მიუხედავად, იმ ადგილას, სადაც 100,000 მოწამის სისხლი დაიღვარა, მიწა გაჟღენთილია მათი სისხლით. მემატიან ეძახეს, რომ მდინარე წითლად მიდიოდა. აი ამ ადგილას ჯერ ეს ადგილი გადასცეს 7 ნოემბრის შემდეგ აქციები რო იყო რაღაც გაუჭირდათ და საპატრიარქო შეპირდნენ მოგცემთ. ტაძარი უნდა აშენებული იყო 100,000 მოწამის პროექტიც იყო. შემდეგ ეს შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და დღეს ბუდას ქანდაკება დადგეს.
ბუდა ეს არის წარმართული ხდება. სახარებაში პირდაპირ წერო წარმართა ღმერთი ნეშმაკნიერი. ფსალმონის 96 ფსალმონში პირდაპირ წერო წარმართა ღმერთი ნეშმაკნიერი. ანუ კერპების თაყვანისცემა ითვლება ეშმაკის თაყვანისცემად. როდესაც შენ და სწორედ ამიტომ აწამეს წმინდა გიორგი წმინდა ბარბარეს რომ კერპებს თაყვანი არსცეს. როდესაც შენ კერპს დგავ 100,000 მოწამის ადგილას და ამას აკეთებს არზეემი და ამ კერპის გახსნას წინ უწვის დრაკონი მოდიოდა ტელევიზორში აჩვენეს და უკმევდნენ საკრებს, ანუ რიტუალს ასრულებდნენ და ამას აკეთებ 100,000 მოწამის საფლავზე ღმერთი აუცილებლად პასუხს მოკითხავს. შეიძლება ზოგ ჩაეღიმოს და გაეცინოს, მაგრამ ის მიწისძვრაც, ის წყალდიდობაც, წარღვნა რა იყო, წყალდიდობა არის, ხო? ხალხის უზნეობის გამო ღმერთმა დაუშვეს სასჯელი. და ნახეთ რამხელა ტრაგედია მოყვა პატარა წვიმას, ხო? დიახ. როდესაც დავით გარეჯის მონასტერი ყველაზე უწმიდესი ადგილი გადაეცა სხვებს და მიწისძვრის ეპიცენტრიც მანდ იყო ზუსტად. და საგარეჯოში ისეთი სიტყვა მოვიდა, რომ მთელი საგარეჯოს მოსახლეობა გლეხები დარჩებიან მშივრები. 40 წუთი სიტყვა მოდიოდა თითქმის რამოდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე დაიდო. ეს არის ღვთისგან მინიშნება. როგორს მოვიდა და ჩვენ თუ დაუბრუნდებით ჩემ დაწყებულ საუბარს, როდესაც მეფეები ურჯულოდ იქცეოდნენ და არასწორად გარყვნილების ქადაგება ხდებოდა, ღმერთის ზურგის შექცევა ხდებოდა, ესე ისჯებოდა ისრაელი. ხან კალიები შეესეოდა გადაუჭამდნენ მინდორს. ხან ერთი მუჭა ფილისტიმელები ან ამორეველები დაესხმოდნენ თავს და მიწასთან ასწორებდნენ, ანადგურებდნენ ისრაელს. როდესაც ისრაელი სწორად ცხოვრობდა, ყველაფერი დალაგებული იყო. ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, რასაც თვესავთ. საზღვრები ნელ-ნელა ჩვენ იმიტომ იწევს, ესე იწეოდა ისრაელის საზღვრები. საქართველოს ისტორიაც ესე იყო. როდესაც კეთილმორწმუნე მეფე მართავდა ქვეყანას და ღვთისმოშიშებით მიდიოდა და თავარი საფიქრალი რო წერია რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსაც ათასა და სიმართლესა მის ანუ თავარი საფიქრალი იყო ღვთისთვის ათნოყოფა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულება და ესე მიდიოდა ჩვენი ესე მიყავდათ ჩვენი ქვეყნის ბედი მეფეებს მაშინ ქვეყანა იყო დაალაგებული. ესეთი მეფეები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, გიორგი მესამე, ბატო, იგივე გიორგი მწყინვალე, ალექსანდრე დიდი, ლუარსაბდიდი. როდესაც მეფეები ღმერთ ზურგს აქცევდნენ და უზნეო ცხოვრების წესს ირჩევდნენ, ქვეყანა ირეოდა. ლაშა გიორგი და ასე შემდეგ აღარ ჩამოყვა. ამიტომ ეს ყველაფერი არის გამეორება ჩვენი ისტორიის. გულისყურით უნდა წავიკითხოთ ისტორია, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. სიწმინდეებისადმი ესეთი მოპყრობა ჩვენ ქვეყანას გაანადგურებს. ხშირად გაიგონებთ ხოლმე იტყვიან რომ აი ამაზე უარეს დღეში ყოფილვართ ჩვენ, ამაზე უარეს დღეში საქართველო ყოფილი. მე-16 საუკუნეშიც კი აი მამა დავითმა ძალიან 6000 ბერი ეწამა და თავი დადო გარეჯის მონასტერში. და როდესაც მათი დახოცვა მოინდომეს, მათ თქო ცოტა ხანი დაგვაცადეთ და წირვა არ ვეზიერები და ბერები დაგხოცეთ. დღეს რამდენი კაცი დადებს თავს სარწმუნოებისთვის? ხო და ვფიქრობ ის რაც ითესება სიძულული ეკლესიის გარყვნილების წინა პლანზე წამოწევა, ეს ყველაფერი თავის ნაყოფს იღებს. ამიტომ სანამ ესე გაგრძელდება ჩვენი საშველი არ იქნება. კი ბატონო. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისი, რისი თესვაც დავიწყეთ, აი ესე ნაყოფები, რასაც ვიქნით. დღეს გარიშ წაიღებენ, ხვალ რუსთავში ჩამოვლენ და ესე იქნება. ჩვენი ხსნა ზოგჯერ ფიქრობდნენ ებოდიშით ცოტა ზოგიერთი ჩვენი თანამემოვლე ფიქრობდა რომ ჩვენთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, ზოგი ესე ფიქრობდა. ზოგი ფიქრობს რომ ხა დასავლეთიდან ამოდის მზე. მზე ყოველთვის ამოდის აღმოსავლეთიდან. და ჩვენი შველელი და მფარველი ყოველთვის არის იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდანი, რომლებიც გვიფარავდნენ ყოველთვის. ჩვენ თუ ეს ორიენტირები შევცვალეთ, აი ესე დღეში ვიქნებით სულ. ყველა მხრიდან შევიწროებული, ყველა დაგვცინის, ჩაგრავს, ურამიშვილის ლექსის არ იყოს. ამიტომ ჩვენი ხსნა არის ზნეობრიობაზე დაფუძნებული და ღვთისერგულ სახურებაზე დაფუძნებული. ყველა ამის მაგალითს უნდა იძლეოდნენ ჩვენი უფროსები, ის მართავენ ქვეყანას. და ეკლესიასთან ბრძოლა ესე თავდება. ნახეთ, ერეკლე მეფის დროს მოხდა რამოდენიმე ტაძარი გადაცეს სომხებს. იმიტომ გადაცეს, რომ ფიქრობდნენ ისინი ვაჭრობენ და მოგვეხმარებიან ვაჭრობაში და ყოველგვარ ლგოტებს და შეღავათებს უწევდნენ და ნაკურთხი ტრაპეზები გადაცეს. მართლმადიდებლური ეკლესიები. ბრიტი დამთავრდა ეს ყველაფერი კრწანისის ბრძოლით. თბილისის აუხრებით, საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებით.
მარტო 200 წლიანი გოდებით. აი ესე ემართება ქვეყანას ვითავის სიწმინდეებს გადასცემს ამბუჩეთ ეგდება. ჩვენ ეს გვაშინებს. ეს მარტო ტირილი კი არ არის წარსულზე, ეს არის სერიოზული შიში მომავლისადმი. ამას რა მოყვება ჩვენ თუ ეხლა გავშვიდით. ღმერთი რა პასუხს მოგკითხავს ამას? იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ ეს ჩაგვაბარა და ჩვენ ეს ჩვენ შვილებს უნდა გადავცეთ. გასაგებია. უკაცრავად მსმენელი ყავს ხაზზე, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. უკაცრავად რომ გალოდიდეთ. ქრისტიანსა. ჭეშმარიტად. მაინტერესებს აზერბაიჯანის მხარე თუ წარადგინა დოკუმენტი და უცერემონიო ესე იგი გიხრათ რომ დატოვეთ ეს ადგილიო? დოკუმენტი როგორც ამის ისა ქვია ინფორმაცია. ცერემონიის გარეშე შემდგომ ეკლესიის ქონება საქართველოს ეკლესიის. ამ მთავრობას უფლება არ ქონდა მაგისტრის მიეცადა თუ ეს უფლება იყო, მაშინ ის დოკუმენტი უნდა წარადგინა. გადაწყვეტილება თქვა ხელისუფლებას. დიახ. წარადგინა თუ არა აზერბაიჯანის მხარემ როცა შემოვიდნენ მაგ ტერიტორიაზე. აი მაინტერესებს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ხელისუფლება არ ფლობს რაღაც ასაიდუმლოებს ყველანაირ მასალას აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მათი განცხადებები არის მხოლოდ იმით შემოიფარა, მიმდინარეობს მოლაპარაკება, მიმდინარეობს დადგენა, იქ ხდება გადაბრალებები სხვადასხვა და უკაცრავად ეს უხეში გამოთქვისთვის, მაგრამ სხვადასხვა უაზრო, აბსურდული, ყოველად აბსურდული თავის მართლების პოზიციიდან გამომდინარე აკეთებენ ისინი განცხადებას და აქედან გამომდინარე არავითარი დოკუმენტი, რომ თქვათ აი აზერბაიჯანის მხარეს ოფიციალური ნოტა ან რაღაც შესაბამისი რანგის დოკუმენტი წარმოედგინა და იქ შემდგომ დაეყენებინა თავისი სასაზღვრო პოსტი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ასეთი რამ შეიძლება ბუნებაშიც არ არსებობდეს, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით მაგას და მე მგონი მამებიც არ ფლობდნენ. ჩვენს მაგას მოვიტყუთ, რომ ამ პროცესს აიხადოს ფარდა და ნუ ხდება ესე ზურგს უკან დაფარული გარიგებებით და ესე იგი რაღაც ძანებულებებით ესეთი მანევრები. ჩვენს მაგას მოვიტყუთ, რომ არც დოკუმენტი გამოქვეყნებულა და რამე განცხადება გაკეთებულა, გარდა იმისა, რომ რაღაც ის უაზრო პასუხისმგებლობა განცხადებები გააკეთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კი ბატონო. და Skype-დან გვაქვს კიდევ ჩართვა. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. ძალიან გთხოვთ მამებს ვთქვა, რომ როცა აკეთებენ აი ისტორიულ მიმოხილვას იმას არ დაივიწყოთ არასდროს, რომ ეხლა რადიკალურად განსხვავებული ეპოქაა. აი საერთოდ აი როგორც სადა დედამიწა, აი საერთოდ სხვა ეპოქაში ვართ, ეხლა სხვა პერიოდში ვართ და ის წინა საუკუნეების ის მაგალითები, რომლებიც თქვენ ხშირად მოგყავთ ხოლმე, რადიკალურად განსხვავებული ეპოქაში ხდებოდა და არა ისეთ ეპოქაში ეხლანდელი რო არის, ჩემი აზრია ესა და ძალიან ბევრის რო ეხლა შედარებით აი შედარებაც კი არ არის იმ ეპოქასთან და ჩვენ ვართ ჩარჩენილი რატომღაც იმ ძველ ისტორიულ ეპოქაში და სულ მოვყავს ეს მეფეების მაგალითად გასაგებია ჩემო ბატონო ეს რადიკალურად განსხვავებული ეს უნდა შევიდე გასაგებია და მამები გასაგებია დიახ სააკაშვილის მყავს მეფეებზე შეიძლება და დიახ რა თქმა უნდა ყველას რა თქმა ჩემო ძვირფასო სახარებაში წერე იესო ქრისტე რაც იყო გუშინ ის არის დღეს ის იქნება ხვალ წმინდა წერილი არის მარადიული წიგნი ის ისრაელის ისტორიას რო ეხება ეს მარტო ისრაელზე არ არის ლაპარაკი ქრისტე რო ვინმეს მიმართავს მარტო ერთ პიროვნებას კი არ მიმართავს საზოგადო ნათქვამი არის ამიტომ როდესაც ჩვენ ძველი აღთქმის ისტორია მოვყავთ და ქართლის ცხოვრება ეს არის პარალელები გაავლეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით რა ხდებოდა უბრალოდ მეფე აქაბი შეიცვალა სხვით შემდეგ ის შეიცვალა სხვით თორე პროცესები იგივე მიმდინარეობს და ქრისტიანობა არ იცვითება, არ ძველდება, ის არის მარადიული და სახარებაში პირდაპირ წერია. ქრისტე რაც იყო გუშინ, ის არის დღეს, ის იქნება ხვალ, ის არის მარადიული, უცვლელი, არ იცვლება ის. კი ბატონო. ამიტომ ამაში ვერ დაგეთანხმებით. ამბო ხომ დაამატებდით რომ ეს. დიახ, რა თქმა უნდა. ეგ საუბარი იყო ბატონო, რომ ჩვენ ჩავჭერდით. ჩვენ წინაპრები, მათ შორის წმინდა წინაპრები, სილია ჭავჭავაძის ამბობს რომ ქვეყნის დასასრული მაშინ იწყება, როდესაც ეს ქვეყანა ივიწყებს თავის ისტორიას. დიახ. ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა, თანამედროვე რეალიები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, მაგრამ
იმ ძველი გამოცდილებიდან მაგალითი უნდა მივიღოთ და ვისწავლოთ. Რამდენიმე წუთის წინ მამა დავით საუბრობდა იმაზე, რომ ერის უჯულო ცხოვრების ან ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი სარწმუნოების მიმართ არაერთი პრობლემა შეიმთხვია ამ ქვეყანამ თავის თავზე. ჩვენ მოგვიყანავთ და ღვთისმშობელმა ერმაც მაშინ ისრაელმაც ქრისტეს განკაცებამდე. რაც შეეხება თავად დავით გარეჯის მონასტერს. ეს მონასტერი არის ერთ-ერთი უდიდესი, უწმინდესი და შეუფასებელი სიმდიდრე საქართველოს. თუმცა როგორც ჩანს, აქ მხოლოდ მონასტრის გასხვისებაზე არაა საუბარი, იქ მთელი მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებაზეა საუბარი. ახლა ამბობენ, რომ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროიდან ყოფილა თურმე ეს სადაო მონაკვეთი ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო პუნქტი. რა დროიდანაც არ უნდა იყოს გაურკვეველი სასაზღვრო პუნქტი, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ ეგრეთ წოდებული გაურკვევლობის შემდგომ ხელისუფლებაში მოვა, უნდა თავის თავს ვალდებულად თვლიდეს, რომ დააზუსტოს და დააკავოს ოღონ არა კომპრომისების გზით. აქ კომპრომისში იგულისხმება საკუთარი სიწმინდის და საკუთარი ტერიტორიის გასხვისება, სხვისთვის მიცემა. ამას ქვია პირდაპირ სიტყვით ღალატი. როდესაც საკუთარ ტერიტორიას გაასხვისებ და რაღაც კონკრეტულ განცხადებებს გააკეთებ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენი იყო თუ არ იყო და ეს უკვე ღალატია. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. ეს არის საქართველოს ძირძველი ტერიტორია, ოდითგანვე ჩვენი ტერიტორია, რაც შეეხება იქ არსებულ უდიდეს სიწმინდეს, დავით გარეჯის მონასტერს, თქვენ თავად ამ გადაცემის დასაწყისში ბრძანეთ, რომ მე-6 საუკუნის დასაწყისში დავით გარეჯელი სხვა ასურე მამამთან ერთად შემოვიდა ამ დროს, მე-6 საუკუნეში. ეს არის საქართველოს ძირძველი ტერიტორია, როგორც თქვით. რაც შეეხება თვითონ სიწმინდეს, დავით გარეჯში მოღვაწეობდნენ, როგორც თქვით, თვითონ მონასტერში წმინდა დავით და დოდო გარეჯელები. 6000 ბერი იქ ეწამა. და აი ამ ტერიტორიის გასხვისებაზეა დღეს საუბარი და არ შეიძლება არ ითქვას, რომ უფრო მეტი აქტივობა და მეტი გულმხურვალება იყო ალბათ მოსალოდნელი და სასურველი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისგან, ვიდრე დღეს ჩანს და იგრძნობა. მაგრამ 6000 ბერის წამების ადგილზე რომ დღეს გასხვისების რაღაც თემა შემოიპარა თუ შემოგვაპარეს თუ როგორც არის. აგერვე თბილისში 100000 მოწამის წამების ადგილია და ბუდაბარი დადგეს, აქ ითქვა ეს ამბავი. აქავე სიონისა და საპატრიარქოს შენობებს შორის ამხელა საშინელება მონსტრი დადგეს კაზინოს სახით. ეს ამის მქმნელი ადამიანებისგან ეს შეიძლება გასაკვირიც არ იყოს, მაგრამ ჩვენგან აქტივობა, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, ეს არის აუცილებელი კი არა, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი, როგორც თანამედროვე სიტყვით ამბობენ ხოლმე. საქართველოს ორ კუთხეში, ბათუმში და ახალციხეში აპირებენ უდიდესი მეჩეთების აშენებას, თურმე ნოიტყვით და იმის სანაცვლოდ, რომ ტაუკლარჯეთში უნდა აღადგინონ, გული შეტკივ და დაეწვათ გულები ძალიან, უნდა აღადგინონ ორი დიდი ტაძარი. აქ საუბარია ოჩქსა და სხვა ტაძრებზე. კაცო, ბედის უკუღმართობისა გამო თუ ჩვენი უნიათობისა გამო და ურწმუნობისა გამო დღეს ეს ტერიტორია ჩვენ საზღვრებში აღარ არის. და ის აწუხებთ და აქ ჯერ კიდევ საქართველოს შიგნით მდებარე გარეჯის მონასტერი არ აწუხებთ. და თუ კი აწუხებთ, საჩანს რომ აწუხებთ. აი იმ განცხადებებით აწუხებთ და უკაცრავად და ხმელი პეჩენიებით ბოდიში ხდება რუსულ ტერმინზე, ხმელი პეჩენია საერთოდ ჩამოუმტრიეს ხან ერთ ტერიტორიას, სხვას მეორე ტერიტორიას, სხვას. ეს ამას ღალატი ქვია, უკრა განცხადებების კეთდება. ამის მოთმენა არის შეუძლებელი და გამორიცხული უნდა იყოს წესით. მე ასე მგონია, რომ არსებობდეს ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელსაც ამაზე გული არ შესტკივა. ამხელა სიწმინდე იკარგება, ამხელა ტერიტორია იკარგება და ჩვენ სულ ამხელა ვართ ამხელა ტერიტორია გვაქვს, რაიმე ტერიტორიაზე ვთქვათ უარი და აქ არანაირი რაიმე ეს სერიოზული განცხადება არ რაღაც თუნდაც ადრე იცოდნენ ხოლმე კი მაინც სატყუარაცებით კომისია შევქმნითო და განვიხილავთო. ახლა არა კომისია, არა არაფერი და თურმე ჩვენ ტერიტორია არც არასოდეს არ ყოფილა. ეს არის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული ტერიტორია. და მისი გასხვისება კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
ეს არის ღალატი. ამ თემაზე, როდესაც საკითხი დაისმება საერთოდ ასე რომ ჩვენ უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს რა უნდა ვქნათ. იქ რა თქმა უნდა კონკრეტული ხა ეს ჩვენ უდები ვარ და ამაში ვერ ჩავერევით, მაგრამ რაღაც კომისია ალბათ იქნება შემდგომში აუცილებელი და იქ ორმხრივი მოლაპარაკების აუცილებლობა დადგება დღეს წესრიგში, მაგრამ ზოგადად დაშვება იმისა, რომ ეს ძირძველი ტერიტორია ჩვენი არის თუ არ არის თუ აწი როგორ იქნება, არის და უნდა იყოს და აი ამ წინა განზრახულობით უნდა გააგრძელოს შემდგომ ცხოვრება და მოქმედება. ასე ვფიქრობ ჩვენ. გასაგებია, ჩვენ ისევ მსმენელი გვყავს ხაზზე, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. Also გამარჯობათ. გამარჯობათ. წინა მსმენელს მინდა შევეხმიანო, რომ როგორც წინა საუკუნეებში უნდა ყვარებოდა მას კი არა საერთოდ ქართველებს მართლმადიდებლობა, ღმერთი, მშობლები, დედა და მამა, ისე ამ საუკუნეშიდაც აქ არაფერი არ ეცვლება. ეს არის ჩვენთვის ეს მართლმადიდებლობის სარწმუნოების ყველაფერი არის ჩვენთვის და მამა დავითმა თქვა მგონი რომ ქართველი ხალხი რომ 600 კაცზე მეტი არ მოვიდაო და მამაო დავით თქვენ აი ამდენი ასობით ეკლესია არის და ხომ შეიძლება წინამძღვრები აი ახლა ამაღლება მოდის და გააფრთხილოთ წინამძღვრები და გამოუცხადოთ როგორმე რომ აი ის მრევლი რომელი მრევლიც გადაჭედილია ეკლესიები დღეს და ქართულ ხალხთან ერთად ეს ახალგაზრდობა დაგვეხმარება ყველა და ყველამ ერთად ამაღლება ხო შეიძლება დავით გარეჩე აღნიშნოთ რაღაც ასეთი რაღაც შეიძლება ჩავატაროთ პატრიარქთან შეთანხმებით რა თქმა უნდა ერის გამოვა და ბერის გამოვა თქვენ დაგინახავთ სულ ახლა ხალხ იყო როდესაც გადაიჭერდა სულ ეხლა კარგად არ მახსოვს ასთან დაკავშირებით როდესაც გამოცხადდა 100,000-ობით კაცი მოვიდა კანონთან დაკავშირებით სამების ეკლესიასთან თუ გახსოვს სულ ახლა დიახ კი ბატონო დიახ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ორშაბათს 22 მაისს დღის 12 საათზე დავით გარეჯის მონასტერში 21 მაისს ორშაბათს დავით გარეჯის მონასტერში სასულიერო პირები აღავლენენ პარაკლისი იქნება დიახ და დიახ ძალიან კარგი იქნება თუ მართლაც მობრძანდებით და რაც მეტი ადამიანი ჩავა იქ ნამდვილად უკეთესი იქნება ჩვენთვის და მამა დავითმა მართლაც თავის საუბრის დასაწყისში როდესაც გაიხსენა 6000 წამებული ბერი მაშინ თქვა რომ დღეს 600 ადამიანიც კი არ შეიკრიბა უბრალოდ იქ თავის დადებაზედაც აღარ არის საუბარი თქვენ გნებავდათ დიახ არა ალბათ ის მომენტიც იყო რომ ეს ორგანიზების მომენტი არ იქნება ცალ-ცალკე ყველა მორგავს და აი საპატრიარქოს კურთხევით ხდება ორშაბათ ჩადიან როგორც თქვენ ბრძანეთ და აი იქნება თუ ყველანი იქნებათ რომ დაინახო რომ ეს არის ჩვენი სული გული და ყველაფერი ჩვენი ნამდვილად ორგანიზებული სახე იქნება ამას ბრძანეთ თუ შეიძლება მოგესალმებით პირველი ყოვლისა ჩვენ აქ ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ ეს არის ღალატი იმ ადამიანებისგან რომლებიც დღეს მართავენ ჩვენს ქვეყანას და ეს ცალსახად ესე არის ამას სხვანაირი სახელი არ შეიძლება დაერქვას მაგრამ ალბათ თითოეული ჩვენთაგანაც ღალატი იქნება თუ ამაზე ხმას არ ამოვიხებთ აქ გულისხმობ ნებისმიერ ქართველს ვინც სიტყვით ამ ფიქრით ამბობს რომ დავით გარეჯი ჩვენია და ამის გაკეთება არ შეიძლება და ეს არ უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანებს აი ყველა ამ ადამიანმა ქმედითად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ თუ არა მაშინ ჩვენს მოღალატეები გამოვალთ ეს რა გამოვა ახლა დუმილით დიდი წმინდა მამა ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი თუ არ მეშლება დუმილით ღმერთი გაიცემა ამ შემთხვევაში დუმილით ჩვენი ქვეყანა გაიცემოდა ჩვენ მართლაც ვიქნებით თანამონაწილეები აი ამ ხელისუფლებისა რომელიც ყიდის მართლა ყველას და ყველაფერს უკვე როგორც ჩვენ დავინახეთ ამიტომ ჩვენ ერთადერთი რა ეს მინდოდა მე მეთქვა რომ ჩვენმა ხალხმა უნდა გაიაზროს რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ქართველების იმ ადამიანების თუნდაც შეიძლება არაქართველების რომელსაც შეესტკივათ გული ამ ქვეყნის როგორც სულიერ მემკვიდრეობაზე ისე ფიზიკურ გეოგრაფიულ მემკვიდრეობაზე ამიტომ ჩვენ უნდა მაქსიმალურად დავიცვათ ის შინაური მტრისაგან თუ გარეული მტრისაგან ამას არ აქვს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს არავის
მოწოდება იმისათვის, რომ დავითგარეჯი ჩავიდეთ და ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. Პირიქით ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, ჩვენ სასულიერო შეიძლება უნდა ვაკავებდეთ ახლა ხალხს, რომ არ გინდათ არ შეიჭრეთ ახლა იქ ტყვია არ გავარდეს. და ჩვენ ახლა გთხოვენ, რომ თქვენ მოგვიწოდეთ, როდის იყო ქართველ კაცს სჭირდებოდა ვინმეს მოწოდება საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ეს თუ ესე არის, მე მამა დავითს ვეთანხმები, ეს ნამდვილად დეგრადირება არის ჩვენი ეროვნული თუ სულიერი, ესე ვთქვათ, ღირსებების. აი ეს მინდოდა მეთქვა. და ეკლესია ასე ლოცულობს, რომ პარაკლისი, რომელსაც ჩვენი გავყავდენ, თიკაც იქნება ეს. უცხო თესლთა ზედა მოსვლისაგან დაგვიფარეო უფალს თხოვს. ეკლესია, კონკრეტული ადამიანები. ეს არ არის ვიღაც სხვისი დაწყევლა უცხო თესლის. ეს არის საკუთარი თავის დაცვისათვის და უფლისადმი თხოვნა, რომ დაგვიცავი უფალო უცხო თესლის მოსვლისაგან, რომ დაიმკვიდროს ჩვენ ადგილზე. ამ ქვეყანას თავის პატრონი ყავს, უნდა ყავდეს ყოველ შემთხვევაში. და ამ პატრონობა უნდა გაწიოს და არა გვერდზე ჩაიწიოს და სხვა დააპატრონოს ამ ქვეყანას. გასაგებია. მსმენელი ყავს ხალხზე, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, ეთერში ვარ. დიახ. მოგესალმებით დიდი სიყვარული და პატივისცემით. ჩემო კარგებო, მე მიკვირს ახლა 80 წლის ქალი ვარ. ჩემი შვილები ჯერ კიდე 80-იან წლებში უნივერსიტეტში რო სწავლობდნენ ბიჭები გარეთში აკეთებდნენ ღამეს სამხედროები შეეჩერებინათ იმათი მანევრების შედეგად კედლები იბზარება დავითგარეჯიო თუ ჩვენი არ იყო გენაცვალე რუსებს იმოხრებს ასვებდოდით თუ დასწრების იყო ჩვენი ბიჭები ხო იქ აწავიდოდნენ ესეთი ეხლა მე მიკვირს მართლა ეს დადუმებული წინდა ცემენტებული ნაციონალები და პრეზიდენტი მიდღებ ჯერ გამილანძღია გული კი მკიბარა გავლაზღამ კი რა დღეს წელი დღე იკლებს წელით არ მეკადრება ეკა როგორ არიღებს თვას ამოდენა თერი საქართველო აღწმოსდა აღელდა ხალხი მაუნა შეიკრიბოს კერანე და შემეძლოს რომ ეს პირველ რიგში დამდგებოდი თოფიც რომ ეცაცვისოდი როგორ შეიძლება არ გამოდის და ხალხს არ აცნარებს ხალხო ასე იქნება ჩავერევით ან ვილაპარაკებთ ან რაღაცა იქნება როგორ დუმან ესენი კალანდაძის განცხადებით აღელვებული ხალხი და რუას აღელვებული ხალხი წვიდა ცემენტებულები წვიგახინულები ეგენი გასაგებია დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის დიდი მადლობა ზარისთვის და თუ შეიძლება თქვენი კომენტარით ამასთან დაკავშირებით დიახ ამ ქალის კითხვასაც უპასუხებ თუ ერთი რამ მინდა ვთქვა. აქ მამემა ძალიან კარგად თქვეს რა არის ჩვენთვის დავითგარეჯი. დავითგარეჯელმა თავისი სიმდაბლით იერუსალიმიდან წამოიღო მადლი, მესამედი. ქართველი კაცი რო ჩადეს გარეჯში, სამჯერო მოილოცავს, თulis რო იყო ერთხელ იერუსალიმში. დიახ. აი ეს დიდი სიწმინდეა ჩვენთვის. აი მამა არჩემა კარგად თქვა რომ ებრაელი ხალხი თუნდა როდესაც მაცხოვარს განაჩენი გამოგონდათ მისთვის. პილატე კიდე ფიქრობდა რომ ამ კაცს არაფერი დაუშავებიოდა, უნდა გაუშოვო. მაგრამ როცა უთხრეს რომ კეისრის მტერი ხარო, პილატემ უსამართლო განაჩენი გამოიტანა და დღეს თელესოფლიო ამბობს რომ ეს კაცი არის მაგალითი უსამართლობის. როგორც უსამართლობს საჭირო. დღეს ბევრი ადამიანი მე მიწევ შეხვედრა თქვათ პოლიტიკოსებთან, ის თავრობაშია თქვათ, პოლიციელთან, ყველა ამბობს რომ ჩვენ ვეთანხმებით ამას, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ სამსახურიდან გამიშვებენ, არაფერი აღარ მექნება, სოშიალური მშიერი დამრჩება. პილატე შეეშინდა, რომ დაკარგავდა თანამდებობას და ღმერთს გამოუტანა განაჩენი. აი ეს ხალხი, ვინც ესე მსჯელობს, იმიტომ რომ ადამიანები არ იკრიბებიან, ფიქრობენ რომ რაღაცა პატარა მატერიალური რაც აქვს იმას აართმევენ. ასე არასოდეს უფიქრიათ ღირსეულ ქრისტიანებს. პირიქით, რომ გაიგებდნენ რომ დეოკლეტიანემ ბრძანება გამოცა რომ ნიკოდიმიაში უნდა ამოეხოცა მთელი ქრისტიანები. პირიქით ადამიანები მიდიოდნენ იქ იმ ადგილას, სადაც ქრისტიანების წამება უნდა ყოფილიყო. და ამან ბევრი ადამიანი მოიყვანო პირიქით ეკლესიაში ჯალათები. და ესენი კიდე პირიქით იწევენ შიშით, რომ ვინმეს არ აწყენინონ, სამწუხაროდ ხმას არ იღებენ არაფერზე.
ზუსტად ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ ცოტა ხნის წინ რომ ბათუმში მეჩეთი იმიტომ უნდა ავაშენოთო რომ იქო ინგრევო ტაუკლარჯეთში ჩვენი სიწმინდეებიო აქ საკუთარ მიწა-წყალზე არაფერს არ იცავენ პირიქით გამოვიდნენ და თქვენს 2%-იო მაგათ ეკუთვნისო და იმ 2%-ში მონასტრის ნაწილი ამას რო აქვთ მოფ იმას იქ როგორ გადაიცავ ეს არის აშკარად მზაკრობა და ყოველთვის ნათქვამია ყოველთვის მოკლე ფეხები ხო გამოჩნდა კიდევაც რომ ამ ადამიანებს სულ სხვა მიზნები ამოძრავთ საერთოდ და სულ სხვა რამეთ წარმოაჩენენ თავიანთ ადამიანებს თავიანთებს თითქოს არიან დიდი მოსიყვარულეები ქართველი ერის ეკლესიის და სინამდვილეში კიდე პირიქით თავიანთი საქმეებით ყოველთვის ადასტურებენ რომ მტრები არიან ღმერთისაც ეკლესიისაც და სამშობლოსაც მსმენელი ყავს ხაზზე ისმენ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ საღამომშვიდობისა გამარჯობათ მე სასულიერო პირებთან აი მოგძალებით მაგრამ რაღაც მინდა თქვა სხვათა შორის ბატონის ზვიად განსახურდია საბჭოეთის დროს მან იყო სამხედრო პოლიგონი დიახ იმდენი იბრძოლა ბატონის ზვიად განსახურდიამ რომ ის პოლიგონი იქნა იქიდან გატანილი და ეხლა ხო არის ესეთ იმეებში რომ აი ქვეყანა ქალაქი საიდანაც მოიკვეთება მართალი ის გატიალდება ხო გატიალდა არა ეს ჩვენი სამშობლო აი ხა მე მინდა აი შეგახსენოთ თქვენ გქონდათ იქ გადაკეტილი რუსთაველის მეტროსთან 1998 წლის 28 ოქტომბერს ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია აი სახალხოდ მღებრიშვილის ბანდა მოაქცია ალყაში ფეხები ულეწეს რომ რატო გასაგებია ქალბატონი რომ 14-ში პირველი უზენაესი საბჭო ქალაქ თბილისში უზენაესმა საბჭომ დაიწყო გასაგებია ქალბატონო დიდი მადლობა ზარისთვის უბრალოდ ჩვენ ძალიან მცირე დრო გრჩება თუ შეიძლება თქვენი მოგესალმებით ეხლა ანაზდეულად ერთი ესეთი ანდაზა მახსენდება ამას ხლა ალეგორიული კუთხით ვიძახეთ არაპირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა ძველი ქართული ანდაზა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებენ და ახლა ამისი ალეგორია ის არის რომ როცა ქვეყნის ხელისუფალს თავისი ქვეყანა არ ანაღლებს ბუნებრივია იქ რომელ ტერიტორიების დაცვაზე არის საუბარი როდესაც ჩვენ ეს ერთი ხელის მოსმით რამის 20%-ს ვკარგავთ ტერიტორიებისა აგერ მამება ბრძანეს რომ სიწმინდეები ფაქტობრივად შეურწყყოფილი და მე ახლა მახსენდება სვანეთში არსებული სიწმინდეები რომელიც კონტეინერში არის გამოკეტილი და იქ მღვდელმთავარმა პატრიარქმა საპატრიარქო მიმართეს თხოვნით რომ რამოდენიმე ხანი მაინც ეკლესიაში ყოფილიყო ისინი გადაბრძანებული მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ მას ყური არ ათხოვა და ფაქტიურად იქ მშენებლობა მიმდინარეობს და იქვე დაახლოებით 20-30 მეტრში ამ კონტეინერში ეს სიწმინდეები გამოწვეული რაზე უნდა იყოს საერთოდ საუბარი. ამიტომაც თუ ხელისუფალს თავის სამშობლო არ უყვარს ის ბუნებრივია ვერც ტერიტორიას ვერ დაიცავს და ვერც დაღუპულს ვერ მიუსამძიმრებს. მას ურჩევნია ამ დროს სხვაგან იყოს, სხვა თავისი საქმეები აკეთოს, ვიდრე თქვა თავის ხალხს გვერდში დაუდგეს, თავის ტერიტორიები და სიწმინდეები დაიცვას. თქვენს წეგამბრძანეთ რომ ხდება თემების გადაფარვა. დიახ. აი ნამდვილად ასია გახსოვთ აზიზის მეჩეთზე როგორი ამბები იყო ატეხილი და მე ახლა რადიოში მოვისმინე რამოდენიმე დღის წინ რომ თქოს ის არ ვიცი სწორია თუ არა ვიღაც ინვესტორს გადასცეს ერთ ლარად. სიმბოლურ ფასად რაღაცა თორსტები სასტუმრო უნდა აშენდეს. ეს არის იუნკერების სასაფლაო თორსტები მე ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ჩვენთვის როგორც ახლა ის 300 არაგველი წმინდა ჩერაცხოლის გასაგებია მაგრამ როგორც აი თავდადების და ქვეყნისთვის თავგანწირვის სიმბოლო და ამ ადგილას ახლა უცხო ინვესტორს რომ შენ ერთ ლარად გადასცენ ამ ტერიტორიას მნიშვნელობა არ აქვს ხას გინდეს 100 მილიონი ყოფილიყო ეს ტერიტორია არ უნდა გასხვისდეს ასევე არ უნდა გასხვისდეს გარეჯის მონასტერი გასაგები იქ არის 2% თქვა აზერბაიჯანის ვითომ ტერიტორიაზე მაგრამ ეს ერთი მთლიანობაა ადამიანს ყოველ რომ მოკრან თავი რომ გამოთხოვს სრულყოფილი ადამიანი აღარ იქნება ასევე გარეჯი არ იქნება სრულყოფილი თუ მას რაღაცა ნაწილი მაინც ჩამოაყდება ნებისმიერ თუნდაც ერთი პატარა ქვა ან რაღაცა კოშკი მოაყდეს მას და ბუნებრივია თუ ქვეყნის
ხელისუფალს და სამწუხაროდ ჩანს, მას თავის სამშობლოს თავის ხალხი არ უყვარს, ბუნებრივია სამწუხაროდ ის ვერ იცავს თავის ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ხალხი ვართ, ჩვენი ქვეყნის პატრონები, მთავრობები მოდიან და მიდიან, ხალხი რჩება. ქართველი ადამიანი რჩება და თავის ქართველი ადამიანი არის თავისი სამშობლოს პატრონი და პატრონი. აი ამის მომინდოდა აი ბათუმის სასტუმროსთან დაკავშირებით არის ასეთი ინფორმაცია, ეს არის ოფიციალური განცხადებაც იმ სასტუმროს მფლობელის, ვინც უნდა ააშენოს იმ ინვესტორის, რომ მან განაცხადა ოფიციალურად, რომ ის მოულის იქ არანაირად დაზიანება კი არა, პირიქით მოულის, იქ ობელისკსაც დადგამს, სკვერს გააკეთებს და აბსოლუტურად და მან თავის განცხადებაში თქვა, რომ ეს არის ქართველი გმირების საფლავი, პირდაპირ ასეთი განცხადება იყო, განცხადებაშიც ასეთი ტექსტია და ის პატივს ცემს ამას, პატივს მიაგებს და ყველაფერს გააკეთებს. ძალიან კარგია, თუ ასე მოხდება, ასე ვკვირდებოდნენ ჩვენ წამიცის ველზეც, თუმცა იქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ერთ-ერთი ინვესტორი იყო ის ცნობილი პიროვნება, მე ახლა არ მითასახელება, ასევე ამბობდა, აქ აშენდება რაღაცა ობელისკი დაეძიება, ამ 300 იარაგველი საბადოებისმოთ, თუმცა ნუ ეს ახლა აზერბაიჯანის საჩუქიდულოს მაგათაც. ხო, ახალი პრობლემები არის. და მაინც სასტუმრო ჩობდა რომ ასეთი ადგილიდან ცოტა მოშორებით. კი ბატონო, ეს ნამდვილად გეთანხმები. სანამ სმენელს შემოვიყვან ეთერში. დიახ. ჩვენ აი უყურებთ ტელევიზორში რომ ახალციხეში მეჩეთს აშენებენ, რომელსაც ოქროს გუმბათს ადგავენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს მეჩეთი თავის დროზე ააშენა ფაშამ ეკლესიის ნანგრევებს. დაანგრია ეკლესია და იმფრობით ააშენა მეჩეთი და მის სახურავი დაშაგდა და დღეს ოქროს გუმბათს ადგა. ოქროს გუმბათიანი მეჩეთი ეს იმფრონტზე როდესაც გარაჯი გადადის ეს გარაჯი გადადის და ამ მეჩეთს იმიტომ აშენებს რომ იმ მუსულმანებთან კარგი ურთიერთობა ქონდეს. ესე იგი მეჩეთის აშენება არ იყო, ეხლა გარაჯის უნდა მივცეთ იმით. ესე ნელ-ნელა ვიწროდები და ოქროს გუმბათები სურამოდელი მეჩეთს აქვს. ერთი იერუსალიმში ომარის მეჩეთს ერთი მექაში გომნით, ერთი ახალციხეში იქნება. ოქროს გუმბათი, რომელიც ჩვენი და თანაც ეს ახალციხის მეჩეთი ამაზე საერთოდ აღარ მიდის. ეს არის ეკლესიის ნანგრევებზე შენდება ეს. მთელი კომპლექსი ეკლესიის ნანგრევებზე. აი მეტი ეხლა რა უნდა უყონ ქართველებს? დიახ. ახმადის მეჩეთი თუ არის ესეთი სახე. აი მეტი რა უნდა იქნა ახლა? საგებია. კი ბატონო და მე აი მინდა უბრალოდ თქვა ის სვანეთის სიწმინდებთან დაკავშირებითაც თქვენ ბრძანეთ ჩვენ დიახ მედია კავშირი ობიექტივი ძალიან აქტიურად იყო ჩართული თქვენ მოგეხსენებათ ეს და გარკვეულ წარმატებებს მიაღწევთ დიახ ნინო მიქიაშვილი ჩვენი ჟურნალისტი ვინც მართლაც ვაშკაცურად აქტიურად დიახ ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო დღევანდელ ფაქტს გეი აღლუმს რომელიც მცდელობაც იყო რომ მოეწყოთ ხაზგასმით აღნიშნავ რომ ეს იყო ცდელობა გეი აღლუმის მოწყობისა და არავითარი ასე ვთქვათ ჰომოფობიური აქცია მოწინააღმდეგეთა აქცია ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა აქცია მე მინდა უფრო მეტიც ვთქვა რომ მეც ჰომოფობი ვარ მეც დიახ მე მიყვარს ვცდილობ რომ მიყვარდეს ადამიანი დიახ ჰომოფობიის მოწინააღმდეგე ვარ უпроსტად ჰომოფობიის მოწინააღმდეგე ვარ ანუ მე მიყვარს ადამიანი ვცდილობ რომ შევიყვარო ადამიანი და მძულდეს მასში ცოდვა ანუ დღევანდელი ჩვენი ეს წინააღმდეგობაც ანუ მათამი ასე თქვა შეგონებაც მხილებაც ესა ერთადერთ საქმეს ემსახურებოდა რომ ისინი დააფიქსნენ თავიანთი ცხოვრების წესზე და მოვიდნენ ეკლესიაში შეინანონ დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება რწმენი ცხოვრება ეს არის და ეს თორემ ჩვენ გძულს ძალადობა და გვეზიზღება როცა ადამიანი ადამიანზე ახდენს ძალადობას და ეს მინდა ხაზგასმით აღნიშნო და ამასთან ერთად კიდევ ისევ და ისევ შემაჯამებლად ასე ვთქვათ დავით გარეჯის მონასტერთან არსებულ ვითარებასთან მინდა აღნიშნო რომ ეს არის საყოველთაო საკითხი ეს არის როგორც სასულიერო პირთა ასევე ერის ადამიანთა საკითხიც ასე რომ მარტო სასულიერო პირებზე ნუ გააკეთებს ნურავინ ორიენტაციას სასულიერო პირი
მოგიწოდებს თუ არა შენ თვითონ ადამიანი, ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ქართველი ვალდებული ხარ რომ შენი სიწმინდე დაიცვა. ხანდახან ხდებოდა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში, როდესაც სამღვდელოება დუმდა და იქ ერის ადამიანები, ანუ მრევლი, ეკლესიის სიწმინდე და სინდისი იცავდა მართლმადიდებლობას. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. ასე რომ, მოვიტყუილებთ თავს და გადავაუბრალებთ სხვას ჩვენს უნიათობას. ყველამ ხმა ავიმაღლოთ, იმიტომ რომ ჩვენ სიწმინდეს გვართმევენ, არა მარტო ტერიტორიას, არამედ სიწმინდეს გვართმევენ დღესდღეობით. აი ამასთან დაკავშირებით ძალიან ყურადღებით ვიყოთ ყველა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და სანამ დავიმშვიდობები მსმენელს, სანამ დაგემშვიდობები თქვენ, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ორ შაბათს 12 საათზე დავით გარეჯის მონასტერში აღევლინება პარაკლისი, მამების სასულიერო პირები აღავლენენ პარაკლისს და ყველა მსურველს თხოვ მობრძანდნენ იქ, ყველა მსურველი მობრძანდეს და ნამდვილად მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.